ერთი წლის წინ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი მეტა ფერად LGBT პოლიტიკას გადაუხვევდა და მეტიც მესენჯერიდან და ინსტაგრამიდან წაშლიდა ტრანსგენდერულ თემებს. წარმოიდგენდა ვინმე, რომ პლატფორმაზე, სადაც ხაზგადასმული LGBT დროშის პოსტიც კი იბლოკებოდა, მომხმარებლებს ნებას დართავდა აი ამგვარი LGBT პროპაგანდისტებისთვის ფსიქიკურად დაავადებული ეწოდებინა. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ხმაურიანი ცვლილებებისა, რომელიც Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა გაახმოვანა და რომელიც მილიონობით მომხმარებლისთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. რატომ გადაწყვიტა სოციალური ქსელების გიგანტმა ესოდენ მარტივად და მოკლე დროში იმ დღის წესრიგზე უარის თქმა, რომელსაც წლების განმავლობაში ჰუმანისტური ღირებულებებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სახელით ქმნიდა. ან იქნებ ღირებულებების სწორედ ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე ნაკლებად შეესაბამება მეტას მოქმედებებს და ყველაფერი მხოლოდ ბიზნესია. ასია თუ ისე აშკარაა, რომ ახალი ეპოქა იწყება და Facebook-ის მიერ მიღებული ცვლილებები ძალიან ბევრ კითხვას ძემს პასუხს იმ რეალობაზე, რომელშიც არა მხოლოდ შტატები, არამედ მთელი მსოფლიო ცხოვრობდა წლების განმავლობაში. We project that Donald Trump will become the 47th president of the United States. ყველაფერი 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო. ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას ფსევდოლიბერალური, ეგრეთ წოდებული ღირებულებების რღვევის ეფექტი უკვე აქვს. სისტემას, რომლითაც Deep State მსოფლიოში გავლენებს აფართოვებდა, ეტაპობრივად ბზარები უჩნდება. დღის წესრიგი, რომელსაც ჩრდილში მყოფი ძალების კარნახით შეერთებული შტატები ამკვიდრებდა მსოფლიოში, იშლება და ამის მკაფიო მაგალითი სწორედ Facebook-ის პოლიტიკის უეცარი ცვლილება და მისი დამფუძნებლის მოულოდნელი განცხადებებია. ჩვენ გავაუქმებთ ფაქტ-ჩეკერებს და მას თავდაპირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში პლატფორმა X-ის მსგავსი ეგრეთ წოდებული Community Notice პროგრამით ჩავანაცვლებთ. ფაქტ-ჩეკერებმა პოლიტიკური მიდრეკილებები გამოავლინეს და მეტი უნდობლობა შექმნეს ვიდრე ნდობა. ჩვენ გავამარტივებთ კონტენტის პოლიტიკას და მოვხსნით ბევრ შეზღუდვებს ისეთ თემებზე, როგორიცაა იმიგრაცია და გენდერი. აღნიშნული საკითხები აშკარად ცდებიან ძირითად დისკურსს. თავდაპირველად ეს მოძრაობა ინკლუზიურობისკენ იყო მიმართული, მაგრამ ახლა განსხვავებული აზრის ჩახშობის იარაღად იქცა და ძალიან შორს შეტობა. მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილება და განცხადებები ორ მნიშვნელოვან დეტალს მოიცავს. პირველი, აღიარებას, რომ წლების განმავლობაში Facebook-ი გარდაიქმნა მიკერძოებულ პლატფორმად, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავდა მილიონობით მომხმარებელს და გახდა კონკრეტული ძალების ხელში ცენზურის მასშტაბური იარაღი. და მეორე, მისმა უეცარმა გადაწყვეტილებებმა ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ნათელი გახადა, რომ სოციალური ქსელის მოქმედებები, რაც ჰუმანისტური თუ ლიბერალური ღირებულებების დაცვის სახელით იყო შეფუთული, მხოლოდ პროპაგანდის ნაწილს წარმოადგენდა. საქმე იმაშია, რომ Deep State, რომლის ხელშიც შეერთებული შტატები მხოლოდ მძლავრი იარაღია მსოფლიოში გავლენების მოსაპოვებლად და ფინანსური სარგებლის მისაღებად, პროპაგანდაზე დგას. ის ქმნის ერთიან სისტემას, რომელიც ორიენტირებულია ერთი მხრივ ფართო მასებში ფსევდოღირებულებების დანერგვაზე, მეორე მხრივ კი იმ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერაზე, ვინც ამ ფსევდოღირებულებებს საკანონმდებლო დონეზე დაიცავს. ამ სისტემისთვის მნიშვნელოვანია კონტროლი ჰქონდეს ისეთ პლატფორმებზე, როგორიც Facebook-ი და Instagram-ია. სწორედ მსგავსი პოპულარული სოციალური ქსელებით Deep State-ს აქვს შესაძლებლობა მილიონობით ადამიანს მოახვიოს თავს ფსევდოლიბერალური დღის წესრიგი ჰუმანურობის და მაღალი მატერიების სახელით. და რაც მთავარია, მათ აქვთ მექანიზმი დააცენზურონ ნებისმიერი წინადადებაც კი, რომელიც მათ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება. Deep State-ისგან თავს მოხვეული ფსევდოლიბერალური დოქტრინის თანახმად, LGBT პროპაგანდა ბავშვებში, სქესის გადაკეთების ოპერაციების პოპულარიზაცია თუ სხვადასხვა გენდერო სიგიჟეები ნორმაა, ხოლო ყველას, ვინც ამ დღის წესრიგს ერთი პოსტით ან კომენტარითაც კი უპირისპირდებოდა Facebook-ზე, მარტივად აჩუმებდნენ, ბლოკავდნენ. თუ მაგალითად LGBT აქტივისტი ქრისტიანულ ღირებულებებს შეურაცხყოფდა, ეს აზრის გამოხატვის თავისუფლებად იფუთებოდა, მაგრამ თუ მორწმუნე ადამიანი საპირისპირო აზრს დააფიქსირებდა სოციალურ ქსელში, მას ალგორითმი შლიდა და აზრის გამოხატვის უფლებას უზღუდავდა. ეს პრაქტიკა წლების განმავლობაში გრძელდებოდა. Facebook-ის დამფუძნებელს კი ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია, რომ სინამდვილეში ცენზურისა და ერთგვარი აზრის პოლიციის მძლავრ მანქანას მართავდა. პირიქით, ამაყობდა იმით, რომ მისი ორგანიზაცია ვითომ და ჰუმანისტურ ღირებულებებს იცავდა, მაგრამ ტრამპის მოსვლამ მას სასწაულებრივად დაავიწყა ეს ეგრეთ წოდებული ღირებულებები.
Meta, the parent company of Facebook and Instagram and Threads, has ignited controversy with sweeping changes. ცვლილებების თანახმად მომხმარებლებს მიეცემათ შესაძლებლობა ღიად გამოხატონ საკუთარი წინააღმდეგობრივი აზრი LGBT თემის წარმომადგენელი ადამიანების მიმართ და არატრადიციული ორიენტაცია ფსიქიკურ აშლილობად მოიხსენიონ. მეტამ ეს ყველაფერი გაამართლა და ჰომოსექსუალიზმი და ტრანსგენდერიზმი რელიგიურ და პოლიტიკურ დისკურსში განიხილა. ჩვენ ვუბრუნდებით ჩვენს ფესვებს, რომელიც მიმართული იქნება შეცდომების შემცირებისკენ, პოლიტიკის გამარტივებისკენ და ჩვენს პლატფორმაზე გამოხატვის თავისუფლების აღდგენისკენ. ეს ცალსახად მიუთითებს, რომ არანაირი ფსევდოლიბერალური ღირებულებები არც ახლა არსებობს და არც არასდროს უარსებია. მეტიც, შეუძლებელია ისინი რაიმე ღირებულებად განიხილო. ამიტომაც ვუწოდეთ მათ ფსევდო, ანუ ცრუ ღირებულებები, იდეისგან დაცლილი. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივია. როდესაც ამერიკის სათავეში ბაიდენის ადმინისტრაცია აღმოჩნდა, რომელიც დაკავშირებული იყო Deep State-თან, ამ ადმინისტრაციის ნებას დაჰყვა Facebook-იც და ის მძლავრ ინსტრუმენტად იქცა, რომელსაც Deep State-ი მასების ტვინის გამორეცხვისთვის, როგორც ამერიკელები ამბობენ, brainwashing-ისთვის აქტიურად იყენებდა. გარდა ამისა, პირველი ვინც Deep State-ის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებაზე გადავიდა, სწორედ Facebook-ი იყო. პლატფორმამ, რომელიც თავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით იწონებდა, დემოკრატების სასარგებლოდ დონალდ ტრამპს Facebook ანგარიში განუსაზღვრელი ვადით სწორედ 2020 წლის არჩევნების შემდეგ მალევე დაუბლოკა. მაშინ Facebook-მა იმდროინდელი ადმინისტრაციის გული მოიგო. ახლა კი ტრამპის გულის მოგებას ცდილობს. უბრალოდ მთავარი განსხვავება ისაა, რომ თუ Deep State-ის ეფექტით Facebook-მა მილიონობით ადამიანს შეუზღუდა აზრის გამოთქმის უფლება, ცვლილებების ეფექტს ახლა მილიონობით ადამიანი იგრძნობს, რომლებიც ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში თამამად შეძლებენ საკუთარი აზრის დაფიქსირებას ნებისმიერ და მათ შორის პოლიტიკურ საკითხებზეც. როდესაც Facebook-ზე პოლიტიკური პოზიციების თავისუფლად დაფიქსირებაზე ვსაუბრობთ, თავარია ფაქტ-ჩეკერების პროგრამა. საქმე იმაშია, რომ ეგრეთ წოდებული ფაქტ-ჩეკერების პროგრამა Facebook-მა სოციალური ქსელის ყალბი კონტენტისგან დასაცველად წამოიწყო, თუმცა რეალურად მათ შექმნეს ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც აცენზურებდნენ მილიონობით ისეთ მომხმარებლებს, რომელიც Deep State-ის მიერ შექმნილი სისტემის საწინააღმდეგო აზრს აფიქსირებდნენ. ეს ხდებოდა როგორც ამერიკაში, ასევე ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში. We're just gonna have this system where there's these third-party fact checkers and they can სისტემის თანახმად იმუშავებდნენ მესამე მხარის წარმომადგენელი ფაქტ-ჩეკერები, რომლებსაც საზიანო კონტენტის მონიტორინგი ევალებოდათ. აღნიშნული პროგრამა შეეხებოდა ადვილად ამოსაცნობი და დადასტურებული სიყალბის მხილებას, მაგალითად არის თუ არა დედამიწა ბრტყელი და ასე შემდეგ. სწორედ ეს გახლდათ პროგრამის თავდაპირველი მიზანი. თუმცა, სისტემის ამოქმედებასთან ერთად პროგრამის ამოცანებში მოხდა გადახრა. ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ფაქტი, რომ ფაქტ-ჩეკინგში დასაქმებული ადამიანები ძირითადად პოლიტიკური თემების მონიტორინგს ახორციელებდნენ და ეს საქმიანობაც ამ მიმართულებით გადავიდა. ქვეყნების რეალობა, სადაც Deep State-ს განუზომელი გავლენები აქვს, მართლაც შეიძლება შევადაროთ ორუელის 1984-ს. მათ კონტროლქვეშ მოქცეული გიგანტური სოციალური ქსელები კი იმ დიდ ძმას, რომელიც მუდამ გიყურებს, დაარსებული სისტემიდან გადახრილი აზრის გამოთქმასაც კი არ გპატიობს. ევროპის მაგალითზე რომ ავხსნათ, Deep State-ს დაქვემდებარებული ევროკავშირის ლიდერშიპი მაქსიმალურად ებრძვის და ახშობს ისეთი ქვეყნების ხმას, რომლებიც სუვერენულ პოლიტიკას ემხრობიან, ტრადიციულ ღირებულებებს იცავენ და შესაბამისად გარედან თავს მოხვეული ერთიანი სისტემის ნაწილს არ წარმოადგენენ. ხოდა როგორც Deep State-ის მართული ევრობიუროკრატები ცდილობენ ჩაახშონ განსხვავებული აზრი წევრ სახელმწიფოებში, სწორედ იმავე პრინციპით ახშობდნენ მეტას ფაქტების გადამოწმებლები მათთვის არასასურველ ინფორმაციას Facebook-ზე. ისინი გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ნიშნით იღებდნენ და არა თავდაპირველად განსაზღვრული ნორმებით, რომლითაც ყალბი ინფორმაცია უნდა გადაემოწმებინათ. ფაქტ-ჩეკერების მიკერძოებული მუშაობის პრინციპის სრულად აღსაქმელად საქართველოს მაგალითიც კმარა. საქართველოში ფაქტების გადამოწმების ლიცენზია მეტასგან 3 კომპანიას ჰქონდა და სამივე რადიკალურ ოპოზიციასთან, ანუ გლობალური Deep State-ის ადგილობრივ აგენტურასთან იყო დაკავშირებული. ესენია სერგი კაპანაძის გრასის შვილობილი ფაქტ-ჩეკი, თამარ კინწურაშვილის მითების დეტექტორი და მარიამ წიწაკაშვილის Geofacts-ი. ისინი პოლიტიკური მიკერძოებიდან გამომდინარე ორმაგი სტანდარტით მოქმედებდნენ და შესაბამისად ბლოკავდნენ როგორც პერსონალურ, ასევე სხვადასხვა მათთვის არასასურველ პოლიტიკურ თუ მედია ორგანიზაციების ანგარიშებს Facebook-ზე.
პრინციპი მარტივი იყო. პოლიტიკურად ანგაჟირებული ერთი ჯგუფი შეთანხმებულად არეპორტებდა მათთვის არასასურველ ანგარიშსა თუ პოსტს. მიკერძოებული ფაქტ-ჩეკერები კი ნაცვლად ინფორმაციის ობიექტურად გადამოწმებისა, ბოროტად სარგებლობდნენ მეტასგან მიღებული ლიცენზიით და პოლიტიკური ნიშნით ისე ბლოკავდნენ ანგარიშებს, რომ ხშირ შემთხვევაში მათი აღდგენაც კი შეუძლებელი იყო. მათი მოქმედების მთავარ მიზანს კი სოციალურ ქსელში Deep State-ის მიერ მართული პოლიტიკური ჯგუფებისა და მათი მხარდამჭერების დომინაცია წარმოადგენდა, რათა მომხმარებლებს განსხვავებულ და ჯანსაღ ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდვოდა. ჩვენი თავდაპირველი მიზანი რასაკვირველია არ ყოფილა ადამიანების მოსაზრებების განსჯა, თუმცა საბოლოოდ ძირითადმა მასამ ჩათვალა, რომ ფაქტ-ჩეკერები ზედმეტად მიკერძოებულნი იყვნენ. მომხმარებლები ძირითადად უფრო მეტად შეშფოთებულნი იყვნენ, არა ფაქტ-ჩეკერების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, არამედ თავად გარკვეული თემების მონიტორინგის ფაქტით. ამ ყველაფრის გამოვლის შემდეგ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ცოტა არ იყოს ჯორჯ ორუელის ნოველა 1984-ს გავდა. I don't know, it's something out of 1984, one of these. საინტერესოა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევიდან 2 თვეზე მცირე დროში გაუნათდა მარკ ცუკერბერგს გონება. აეხილა თვალი და უეცრად აღმოაჩინა, რომ სიტყვის თავისუფლებისთვის შექმნილი პლატფორმა ორველის 1984-ში აღწერილ რეჟიმს დაემსგავსა. არადაგანა ეს წლები თავად არ მართავდა Facebook-ს. განა არ შეეძლო ერთი სიტყვა მაინც დასტენოდა არსებულ მანკიერ პრაქტიკაზე. რა თქმა უნდა შეეძლო, მაგრამ მაშინ Deep State-თან კავშირში მყოფი ძალები იყვნენ ქვეყნის სათავეში. ახლა კი ვითარება შეიცვალა და Facebook-ის მფლობელიც ახალ რეალობაზე მორგებას ცდილობს და იმასაც კი აღიარებს, რომ მასზე დემოკრატების ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენდა. It's like, all right, you can't yell fire in a crowded theater. There are არის რაღაც თემები, რაც თავისთავად გონივრულია, მაგალითად ის, რომ თეატრში ტყუილად არ უნდა დაიყვირო, რომ ხანძარია. ასე რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც პიროვნების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გარკვეულწილად აუცილებელია, რათა საგანგებო სიტუაციის დროს არ დაირღვეს წესრიგი. კოვიდის დაწყებისას ამ იდეის მიმართ კეთილგანწყობილი ვიყავი, თუმცა მას შემდეგ, რაც პიკმა გადაიარა, მაგალითად ნიღბების მასიურმა დეფიციტმა და ნიღბების ტარებაც სავალდებულო გახდა. ამის შემდეგ უკვე ძალიან რთული გახდა ამ ყველაფრისთვის ფეხის აწყობა. ვფიქრობ, ზეწოლა ყველაზე მეტად ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გამწვავდა, როდესაც მათ ვაქცინაციის პროგრამა შემოიღეს. მე ზოგადად ვაქცინაციის წინააღმდეგი არ ვარ და ვფიქრობ, რომ მას უფრო მეტი პოზიტივი მოაქვს ვიდრე ნეგატივი, თუმცა, როდესაც მათ COVID ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პროგრამა ჩაუშვეს, მოითხოვდნენ ყველა იმ პირის მიმართ ცენზურას, რომლებიც ვაქცინის ეფექტურობის წინააღმდეგ გამოთქვამდნენ მოსაზრებებს. ისინი ჩვენს მიმართ ახორციელებდნენ დიდ წნეხს, რათა წაგვეშალა ისეთი რაღაცები, რაც სიმართლეს შეესაბამებოდა. მათ პირდაპირ გვითხრეს, რომ ყველანაირი კონტენტი, რომელიც ვაქცინის გვერდით ეფექტებზე მიუთითებდა, უნდა წაშლილიყო. აქაც ნათელია Deep State-ის გავლენა და რომ Facebook-ი მათი პროპაგანდის მძლავრი არახს წარმოადგენდა. ამერიკული კომპანიები, რომლებიც ვაქცინებს აწარმოებდნენ, იქნება ეს Pfizer-ი თუ Johnson & Johnson-ი, სამი უმდიდრესი კომპანიის, BlackRock-ის, Vanguard-ისა და State Street-ის კუთვნილებაში არიან. ცხადია მათ ინტერესში იყო მეტი ვაქცინის გაყიდვა და ყველაფერი, რაც ვაქცინაციის აუცილებლობაში მოქალაქეებს დააეჭვებდა, უნდა დაბლოკილიყო. თუმცა როგორც უკვე გავიგეთ, ძალიან მალე ყველაფერი რადიკალურად იცვლება. მარკ ცუკერბერგს არ სურს ტრამპის პოლიტიკურ იდეოლოგიასთან წინააღმდეგობაში იყოს. ამიტომაც ძალიან მარტივად და მცირე დროში თავადვე დააანონსა პოლიტიკის ცვლილება, რომელსაც ლიბერალური ღირებულებების დაცვასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად წარმოაჩენდა საკუთარ პლატფორმებზე. Facebook-ის მაგალითმა დაადასტურა, რომ LGBT პროპაგანდა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები, სიტყვის თავისუფლების სახელით დაწესებული პოლიტიკური ცენზურა და ეგრეთ წოდებული ლიბერალური ღირებულებები, მხოლოდ თავსმოხვეული და ყალბი დღის წესრიგი იყო, რომლისთვისაც ბრძოლა არ ძღირს, რადგან ხელოვნურად არსებობს. შესაბამისად, როგორც კი შეიცვალა მოცემულობა და ამერიკის ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელიც თავადვე შეუდგა Deep State-ის სისტემის ნგრევას, ყველაფერმა ფსევდომ, იქნება ეს ღირებულებები, ფასეულობები თუ პრინციპები, თავისთავად დაიწყო დაშლა. და Facebook-ის პოლიტიკაში განხორციელებული კარდინალური ცვლილებები ამის მკაფიო გამოვლინებაა.